გადაცემის ამ ნაწილს ვუთმობთ წიგნს, რომელსაც ქვია ის, რაც ეთერში არ მithქვამს. სხვათა შორის ამ წიგნის ავტორი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია, რომელიც არაერთი თარგმანის, ასევე სახელმძღვანელოს ავტორია, თუმცა ახლა უკვე თავისი საავტორო წიგნით დაწერა. სწორედ ამ წიგნზე ვსაუბრობთ, რომელიც 2025 წელს გამოიცა და ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რაც ამ წიგნშია გაერთიანებული, თეა მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და ჩვენთან ერთად ყოფნისთვის ბიუჯეტების ეთერში. უპირველესად მინდა დავიწყო სწორედ ამ სიახლით, 2025 წლის მთავარი სიახლით, რაც თქვენს წიგნს უკავშირდება, საიდან გაჩნდა იდეა, ინსპირაცია, რომ შეგექმნათ საკუთარი ნამუშევარი. თუ რამე არ მიფიქრია ცხოვრებაში, იყო ის, რომ წიგნს დავწერდი. თარგმანი კი ბატონო, 16 წლიდან მთავარი, სახელმძღვანელოები კი ბატონო. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე წიგნს დავწერდი. დაიწყო იმით, რომ Facebook-ი ყველას გვაქვს, ყველა რაღაცებს პოსტავთ და ხანდახან რომ დავპოსტავდი რაღაცას, ან რაღაც ბავშვობას გავიხსენებდი, ახალგაზრდობას, რაღაც ჩემი მეგობრებისთვის ძირითადად, რა თქმა უნდა, ხალხი მწერდა, რომ აუ, გამოეცი რა წიგნად და რა კარგად იკითხება. თავიდან ვფიქრობდი, რომ კაცო, რაღაც მე ჩემთვის აი გაკვეთილებს შორის 5 წუთი რომ მქონდა. შუალედი უცებ რაღაცას ავკრებდი და გაიყო რომ მოწონდა მეგობრებს, Facebook-ის მეგობრებს. და მე უკვე რომ დამიგროვდა რაღაცა გარკვეული მასალა და უფრო რამ მიფიცხეთ ძალიან სასაცილო რაღაცა. ნახე ძალიან რამდენიმე ადგილას ნახე ეს ჩემი პოსტები სხვისი სახელით გამოქვეყნებული და იქ უწერდნენ რომ აიმე რა კარგად წერდა შენ შემოგევლე შვილო და რაღაც. ხო და ვიფიქრე რაღაცა არ მესიამოვნა ეხლა პოსტის მითვისება რაღა უბედურება. ხო და ვიფიქრე რომ კარგი თან ეხლა ჩემს მეგობრებსაც უნდათ და მოდი ერთი დავჯდები და რაღაცნაირად შევკრავ ამ ყველაფერს ხო თან მე რო გადავხედე ჩემ პოსტებს გამოვიდა რომ რაღაცა ნოსტალგიური პოსტები მქონდა აი ჩემი თაობის ბავშვობაზე ახალგაზრდობაზე ასე შემდეგ და პრობლემა იყო დრო ეხა ამ ყველაფრის გასაკეთებლად რაღაცნაირად გამოვნახე ეს დრო დავალაგე ქრონოლოგიურად ცოტა მივამატე ცოტა გამოვაკელი და რაღაც ასე უცებ შეიკრა ეს წიგნი მივიტანე გამომცემლობაში და აი მიტანილი არ მქონდა გამოუშვეს უკვე ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მართალი რომ გითხრა მარიამ ასე უცნაურად მოხდა ეს ამბავი. რა არის ის თავარი ასპექტები, რა ამბავსაც ყვება წიგნი და რა არის ის თავარი, რაც არ გითქვამთ? საქმე ისე ეს წიგნი მიუძღვენი ჩემს თაობას, წარწერაც ასე მაქვს, რომ თაობას ეძღვნება. და ამ ეპოქაში, ეხლა სადაც ვცხოვრობთ, ხო, თუნდაც ჩემი შვილებისთვის ძალიან შორეულად ჩანს ის დრო, როცა ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით უნივერსიტეტში და თუნდაც 90-იანები, ხო? და ჩემი თაობისთვის ეს თითქოს გუშინ იყო, აი რაღაცა მოვიხედე, თითქოს გუშინ ვიყავი სკოლაში, უნივერსიტეტში, ესპანეთში და უცებ აი სად გავიდა ეს დრო, სად შემოგვადნა ხელში ეს დრო, არ ვიცი. და რაღაცნაირად თითქოს ისიც არის რომ აი იყოს დაწერილი დარჩეს რა როგორი ცხოვრება იყო მაშინ ხო აი ჩემი თაობა რას ვაკეთებდით რა გვაინტერესებდა როგორ ვიზრდებოდით რა ღირებულებები გქონდა ხო და ჩვენ თვალწინ როგორ შეიცვალა ყველაფერი საუკუნე 1000 წლეული წყობა ქვეყანა დავიბადეთ 1 საუკუნეში 1000 წლებში ერთ ქვეყანაში რომელსაც ჩვენ დასაუბედუროთ საბჭოთა კავშირი ერქვა და დღეს ვართ საერთოდ სხვა 1000 წლეულში სხვა ეპოქაში სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვართ, ჩვენ ხო გვახსოვს ეს ჩვენი წარსული. და რაღაცნაირად მინდა რომ აი თუნდაც შენმა თაობამ ჩემი შვილის ხელა ხარ ახლა ალბათ დაახლოებით. ამ ხალხმა იცოდეს რომ იცი რა, აი ასეთები ვიყავით ჩვენ და აი მათი მშობლები ასეთები, ხოლო ჩემმა თაობამ გაიხსენოს ეს ყველაფერი და მეც რო ვკითხულობ ხვის რაღაცა მსგავს მოგონებებს, უცრემლები მადგება თვალებზე, როცა რაღაც მეხერ ჩემთან ახლოს როცა მოდის, ხო? როცა მეც მსგავსი გამივლია რაღაცა და იმედი მაქვს რომ ჩემი თაობის ხალხს გაახსენებს თავის ბავშვობას და ახალგაზრდობას და უფრო ქვემოთ თაობას დაანახებს რომ აი თურმე ასეთი ცხოვრებაც იყო. ბატონო, რა უკავშირი მიიღეთ მკითხველისგან? დარწმუნებული ვარ, უკვე იქნება პირველი უკავშირი და საინტერესო რა განსხვავება მკითხველის და მაყურებლის უკავშირი? ამ ორ შორის. ეხლა საერთოდ ხო ეს უკავშირის ფორმებით შეიცვალა. ამიტომ, როდესაც ტელევიზიაში ვიყავი, მაშინ უკავშირის იყო ქუჩაში მაჩერებდნენ და ვაიმე როგორ გიყვარხარ შვილო რაღაც და ახლა ქუჩაში პრაქტიკულად აღარ დავდივარ. სახლში მუშაობ და ახლა არის ის რომ მესენჯერით მწერენ. უცნობებით, რომ აი წავიკითხეთ და ვაიმე ბავშვობა გაგვახსენდა, სტუდენტობა და რაღაც, მოკლედ რა ვიცი, ჯერჯერობით მეფერებიან და თან მეხვეწები ყველას წერო კრიტიკასაც ვიღებ, მომწერეთ, რომ გავითვალისწინო, იქნება რაღაცა ჯერჯერობით რა ვიცი.
კი ბატონო, თქვენს სხვა მიმართულებაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი წიგნის ავტორი ხართ, თარგმანს გულისხმობთ. აქედან დავიწყე საერთოდ. აი ეს როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში, რატომ ამ მიმართულებით ინტერესდა, მათ შორის ესპანური ენა, როგორც თქვენი პროფესიული ცხოვრების, საქმიანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, როდის ჩამოყალიბდა? ესპანური ბევრ ინტერვიუში მithქვამს, რომ რაც თავი მახსოვს, რაც ლაპარაკი დავიწყე, რაც მახსოვს ჩემი თავი, ვამბობდი, რომ მე ესპანური უნდა ვისწავლო. არ ვიცი რატომ, საიდან, არ ვიცი. ამ წიგნში მაქვს რაღაცა პატარა მინიშნებები, შეიძლება ამის გამოც იყოს. არ გავამხილო, დავტოვოთ პატარა ინტრიგა. მაგრამ ძალიან მინდოდა ესპანური ბავშვობიდან და როგორც კი მომეცა შესაძლებლობა დავიწყე სწავლა, მე მომიწია იქ უნივერსიტეტში სწავლა, ესპანეთში ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, არ დავღლი ხა მაყურებელს ამითი და თარგმანს რაც შეეხება ესპანური უკვე ჩემთვის მშობლიური ენა, არაფერი სხვაობა არ არის ქართულსა და ესპანურ შორის ცოდნის ამბავში. რაც შეეხება თარგმანს, მე ალბათ მე-7-მე-8 კლასში ვიყავი ალბათ დაახლოებით, რომ წავიკითხე მარკესის მარტოობის 100 წელიწადი, ელზა ახვლედიანის თარგმანი იყო. და აი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა, ზოგადად ჩემ თაობას კითხვა უყვარდა. მეც მათ შორის. და რა ვიცი, თუ რამე გამოდიოდა, ყველაფერი წაკითხული მქონდა, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება იმ ასაკში, ხა 14-15 წლის ვიყავი, სხვა წიგნს რომ მოეხდინოს. და ვთქვი, ჩემ თავს დავუდე პირობა, რომ რასაც ეს ადამიანი დაწერს, ამის შემდეგ მე უნდა ვთარგმნო. აი ესეთი ამბიციური პირობა დავუდე ჩემს თავს. ეს რამდენი წლის ასაკში? მე ვიყავი 14-ის და 16-ის რომ ვიყავი, დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე. ეხლა საწყალი ბავშვები 18 წლის ჯერ კიდე სკოლაში არიან, მე 16-ის უკვე სტუდენტი ვიყავი. და როგორც კი ჩავაბარე მისაღები გამოცდები, აი რაღაცა ჯადოსნური ძალით ჩამივარდა ხელში მოთხრობების კრებული მარკესის და პირველად ის ვთარგმნა. აი არდადეგებზე, აი რომ ვტკბებოდი იმით, რომ აი მე რა ბედნიერება რომ სკოლაში აღარ ვარ წასასვლელი და თან წინ მელოდა ჩემთვის უცხო რაღაცა სტუდენტო. დავჯექი მთელი საფხული ვთარგმნე. იმის მერე აღარ გავჩერებულა. მერე იყო ეს პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, ხშირად მიწერდა ესპანეთში სიარული და ასეთი ტრადიცია მქონდა. ჩავდიოდი მადრიდში, როცა ჩავდიოდი, იქ ბარახასის აეროპორტში ერთი წიგნების მაღაზია, პირველი იქ შევდიოდი და ყოველთვის მხვდებოდა ესე ჩემი ბედი იყო მარკესის ახალი რაღაცა წიგნი. ვიყიდდი, მე ხა ესპანეთს რომ მოვილი და უკან ბრუნდებოდი, თვითმფრინავში ვკითხულობდი და ჩამოვდიოდი, თუ არა მეორე დღეს ვიჯდებოდი და ვთარგმნით და ვიწყებდი. მეორე დღეს ვერ თარგმნით, ვიწყებდი თარგმნით. და ასე დამიგროვდა, რა ვიცი, რო ვითვლის უმერება ხოლმე. და 15-ზე ცოტა მეტი წიგნი მაქვს ნათარგმნი მარკესის. ეხლა მე რო ეს ჩემი წიგნი დავწერე, არავის წინაშე არ ვიყავი ანგარიშვალდებული, ხო? აი რასაც ფიქრობდი, როგორც ვგრძნობდი, ავდექი და დავწერე ჩემი სტილით და ჩემებურად, ხო? და იქ შენ არაფერი არ ხარ. იქ შენ ხარ მხოლოდ გამტარი. უნდა გაატარო, შეიძლება შენ თვითონ კარგად უნდა გაიგო, შეიგრძნო და გაითავისო. აი როგორ უნდა იყოს, იცი რომ შენია თითქოს აი შენგან მოდის, მაგრამ არაფრით არ შეიძლება შენი რაღაცა, ვიმე რაღაცას მოდი ასე ხო არ გავაკეთო, არა. რასაც ის წერდა ავტორი, სტილით, შეცდომებით თუნდაც ყველაფრით, შენ ეს უბრალოდ შენს მშობლიურ ენაზე უნდა გადმოიტანო. ყველაზე რთული არის მაინც არა თვითონ ტექნიკურად თარგმნა ენის ამბავში, არამედ სტილის დაჭერა. და აი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა მარკესი, აი ძალიან ჩემი იყო და ძალიან თავისუფლად ვთარგმნიდი. სხვაებიც ვცადე მიგელ ოტერო სილვა, ეს ვენესუელელი კაი მწერალი არის, რამა კიდე ლორკას ერთი პიესა, რაღაცები, მაგრამ არა, ჩემი იყო მხოლოდ მარკესი. და აი შევასრულე პირობა, რაც დაწერა თითქმის. ყველაფერი მე ვთარგმნე, ასე რომ მაგრამ მარკესის მერე აღარც გამჩენია თარგმნის სურვილი. მე გადავედი უკვე სახელმძღვანელოების. აი სახელმძღვანელოების წერაზე მინდა ვისაუბროთ და ჩვენ საუბრობდით ერთ რამდენიც იმ ინტერესზეც, რაც გაჩნდა ესპანური ენის ათვისებასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. სახელმძღვანელოებზე ვთქვათ, ეს როდის გაჩნდა უკვე თქვენ საქმიან ცხოვრებაში? როდესაც წამოვედი ტელევიზიიდან მაშინ იყო ასეთი რაღაცა ტყუპები პატარები მყავდნენ, ახალი დაბადებული იყო და ელენე უფროსიშვილი იყო 4 წლის იყო. ტყუპები ახალდაბადებული. და გადავწყვიტე რომ რაღაცა პერიოდი ბავშვებისთვის დამეთმო. და ძალიან კარგი ვქენი, იმიტომ რომ საერთოდ მე ჩემი შვილების ცხოვრებაში ძალიან ჩართული ვარ, აი ძალიან. ყველაფერი ვიცი და ყველაფერში მხარში ვუდგავარ, ვეხმარები მიმყავს. ანუ ის არ არის რომ მე ვზივარ რაღაცებს ვაკეთებ, მუშაობ და ბავშვები ცალკე არის. არა, აი ძალიან ჩართული ვარ. მათგან თავისუფალ დროს ვაკეთებ ამ ყველაფერს.
ხო და მე გადავწყვიტე უკვე რომ რაღაცა პერიოდი გავიდა, საერთოდ აღარ მომიდა ტელევიზიაში მებრუნება, აი საერთოდ მქონდა რაღაც შემოთავაზებები, წინადადებები, მაგრამ იცი რა აღმოვაჩინე რომ ტელევიზიაში მე მომწონდა ის რასაც ვაკეთებდი. აი ეს ამბობენ ის რაღაცა ჰოლივუდის ამბები, ესპანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება, თუნდაც საქართველოში რა ხდებოდა შოუ ბიზნესის გაშუქება. მაგრამ სხვა რაღაცა, რასაც მთავაზობდნენ, ისინი რაღაც არ მოდიოდა ჩემთან ახლოს, აი სხვა მწერლების არ იყოს, მაინც მარკესი რომ მინდოდა, ხო? და ამიტომ გადავწყვიტე რა არასოდეს ჩემთვის არ ყოფილა თვითმიზანი, რომ ეთერში მჯდარიყავი. აი გინდა თუ არა ეთერში უნდა ვიცი. არა. მე მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. ეს იყო ამბობენ, როცა ეს ამბობენ დამთავრდა, გადავწყვიტე რომ იქ მიბრუნება არ ღირდა. აბა რა გავაკეთოთ, ხო? და ნუ იქ რაღაცა რომ წარმოვიდგინო, სადმე ოფისში უნდა მჯდარიყავი 9-დან 6-მდე გადავირიე. ეს ვიფიქრე რომ ეს ჩემი არ არის. და გადავწყვიტე მაშინ, მოდი, გავაკეთებ პროგრამას, იმიტომ მე ნავარის უნივერსიტეტში სპეციალური კურსები მქონდა გავლილი. ასე ერქვა ესპანურის პროფესორთა დახელოვნების უმაღლესი კურსები ქართულად რო თარგმნოთ, ასე იყო. და იქ მასწავლეს ყველანაირი მეთოდი, რითაც რა მეთოდითაც შეიძლება რომ მასწავლო უცხოელს ესპანური. და ვიფიქრე, ყველა ხო არ გავიარე რაც ეს ამხელა რაღაცა და თან მომწონს ეს ამბავი, როცა სხვას ვასწავლი და იცი როგორი კარგი შეგრძნება, რომ მოდის ადამიანი ნული, აი ამბანი და აიადან ვიწყებთ ესპანურს და მიდის იქაბარებს მე უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში, სამსახურს იწყებს და მე მწერენ რომ აი იცით რა სულ ვერ მიხვდნენ რომ ესპანელი არ ვიყავი. ეს იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის, რომ აი ჩემი შვილების წარმატების პარალელურად არის ზუსტად ეს ყველაფერი. და რახან ეს ამხელა სიამოვნებას მანიჭებ და გადავწყვიტე რომ ეს ჩემ საქმეთ მეკცია და პროფესია და ბიზნესად ასევე. და მაგრამ ახლა პრობლემა იყო ის რომ არ არის ესეთი კარგი სახელმწიფოების მეტი რა არის მილიონი სახელმწიფო ვიყიდე გამოვიწერე ყველაფერი მაგრამ აქედან ეს მომწონდა იქედან ის გრამატიკული ნაწილი იქ ვარგო და რაღაცა კითხვისთვის ის ვარგო და გადავწყვიტე რომ თან ქართველი ყველამ ხო არის ის ან ინგლისური ან რუსული თუნდაც რომ რაღაც სხვა ენაზე დაწერილ სახელმწიფოებით ისწავლოს და დამეწერა გადავწყვიტე ისეთი სახელმწიფოები რომ აი მე რო ვიწყებდე ნულიდან თქო აი რა დამჭირდებოდა რომ კარგად მესწავლა ესპანური და აი ესე შეიქმნა ეს 4 სახელმწიფო რომელიც აგდებს ერთი არის გრამატიკა ესპანური არის ის ენა რომელიც დგას გრამატიკაზე აი მაგალითად ინგლისურში რომ იცი 1-4-5 დრო პრობლემა არ გაქვს კომუნიკაცია მშვენივრად შეიკიცლე მთავარი სიტყვების მარაგი კონდეს ესპანურში 4 დრო არაფერში არ გიშველის აი არაფერში ქვეყანაზე და ამიტომ ამბობ დგას ეს ენა გრამატიკაზე დავწერე გრამატიკის სახელმძღვანელო, ოღონდ მხოლოდ პრაქტიკული კურსი. ხა გრამატიკაზე შემეძლო 3 ტომი დამეწერა, მაგრამ გავაკეთე ის, რაც აი შენ რო ხა მარიამ დაიწყო სწავლა, რა დაგჭირდება პრაქტიკულად, ხო? ყველაფერი შესულია, რაც გჭირდება რომ ალაპარაკდე. მერე ლექსიკონი. ხა ლექსიკონი ასე მშრალად რომ მაგალითად ლაკასა სახლი არის, ასე არ მინდოდა. ამიტომ გავაკეთე თემატური, ილუსტრირებული, თვალიც იმახსოვრებს, ხო იცი? და მაგალითად თემების მიხედვით არის დაყოფილი, პირობითად რა ვიცი რა თემა ავიღოთ, სახლი, მაგალითად ეს სახლი, ხო? ხატია ყველაფერი, მაგიდა ხატია აწერია ლამესა, მაგიდა დაუშვათ სკამი ყველაფერი, თემების მიხედვით არც მახსოვს რამდენი თემა, მე მგონი 50-მდე, აი ესე ილუსტრირებული ყველა სიტყვა ესპანური, ქართული. მე ეს არ მეყო. მე გადავწყვიტე რომ კაი ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოდი ხა სასაუბროც გავაკეთოთ. ანუ დაუშვათ ადამიანმა იცის, ნუ ისე რა, ესპანური რაღაც აზრზე არის. და მაგრამ კარგად ვერ ლაპარაკობს. აი სასაუბრო ეს თემებად არის დაყოფილი. დაეხმარება რაში იცი? ეს თემა მაგალითად საპარიგმახერო, მაგალითად საავადმყოფო, მანქანის დაქირავება, სასტუმრო, საბაჟო, ვიზის მოთხოვნა, საქმიანი მოლაპარაკებები. აი ამ ყველაფრისთვის არის მზაფრაზები, ესპანურად, ქართულად, სავარაუდო კითხვა-პასუხები, ასევე არის სიტყვები, რომელიც შეიძლება ყველაფერს წინადადებად ვერ დაწერ, მაგრამ აი მაგალითად სად არის აქ უახლოესი და მე ჩამოწერე აფთიაქი კინო რაღაცა და ძალიან ლამაზი გამოვიდა არც ველოდი ეს ჩემი დამსახურება არ არის რედაქტორის და გამომცემლობის რაღაცა ფერადად გააკეთეს ნახატებიც დაურთეს და არც ველოდი ისეთი ლამაზი გამოვიდა კარგი ამის მერე ვიფიქრე რომ ეს გადასარევი მაგრამ ენა არ არსებობს არც ერთი მათ შორის ესპანური რომელსაც არ ქონდეს თავისი ანდაზები ფრთიანი გამოთქმები და სლენგი რაც მთავარია ხო
და დავჯექი, დავიწყე ხა ამის რატო იცი? აი მაგალითად შენ უცხოელი ხარ და ქართული გაქვს ნასწავლი, ხო? და მაგრამ ისე, ნუ აი სახელმძღვანელოებით რაღაც მასწავლებლით და ვიღაცა გეუბნება, უი მე იცი რა, მარიამ, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა. ხო, ვერაფერთ ვერ მიხვდები რა შვეშია ყური, რა შვეშია ხახვი და რატომ უნდა დაგაჭრან შენ ყურზე ხახვი, ხო? არა და ჩვენ ვიცით ახლა ეს რას ნიშნავს. ამიტომ აი ესეთი ფრაზებიც ბლომად არის, რასაც ესპანელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ და ამ წიგნის შემდეგ შენ უკვე გეცოდნებ და პირს არ დააღებ, რომ ჩემ ყურზე ხახს რა უნდაო აღარ იტყვი, ხო? და რა ვიცი, ჯერჯერობით ესენი გავაკეთე. რა პროცესი იყო? ამ მასშტაბის პროექტზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის სხვადასხვა მიმართულებები, სლენგები ვახსენეთ, სიტყვები, ლექსიკონი. პროცესი მე ერთი ის მაქვს, ანუ პროცესი. მაგ მხოლოდ ზაფხულშიც მუშაობ, არ მაქვს თავისუფალი დრო, მაგრამ იმის გამო რომ ზაფხულში აგვისტოში განსაკუთრებით ზოგიერთი მოსწავლე მიდის არდადეგებზე ან შვებულებაში ან რაღაცა და ცოტა ჩემი ეს გიჟური გრაფიკი მითავისუფლდება, აი საათები გამოვიყენე. და აი მაგალითად რო ავდგებოდი ერთი მოსწავლიდან და ვიცოდი რომ 1 საათი ფანჯარა მქონდა, შუალედი მქონდა, დავჯდებოდი რაღაცა ნაწილს გავაკეთებდი. და აი ასე ზაფხულის ეს 4 ზაფხული 4 წიგნი გავაკეთე. აი ესე ზაფხულში წერი შუალედებში. რამდენად არის მოთხოვნა, გაჩნდა ამ სახელმძღვანელებზე მოთხოვნა და მათ შორის ემიგრანტების წილიც ალბათ? ხო, იქიდან მივხვდი რომ მოთხოვნა გაჩნდა, რომ აი ეს პირველად გამოვეცი ეს ლექსიკონი და გრამატიკა და ძალიან მალე აღარ იყო მაღაზიებში. ძალიან მალე. და მივხვდი რომ სწორ გზაზე ვიდექი და ეხა მეორე ტირაჟი იბეჭდება და წესით შეიძლება სანამ გადაცემა გავა უკვე იყოს კიდეც მაღაზიებში და ამან უფრო მომცა სტიმული რა თქმა უნდა რომ ისინიც გამეკეთებინა. ახლა ეს რო ჩაწოლილიყო და არავის არ ეყიდა ვიტყოდი რომ მე არ უნდა ამ ხალხს ახლა ძალით ხო არ დავწე. მაგრამ იმდენად მალე გაიყიდა და არ იყო და მე მემწერდნენ. მე გამომცემლობას წედი რომ დროზე მეორე ტირაჟი ჩამოუბეჭდოთ მირეკავს ხალხი და რა ვუპასუხო არ ვიცი მეთქი. და აი ესე მივხვდი რომ საჭირო იყო, იცი რა, ძალიან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ესპანეთში, ხო, მათთვისაც ეს რამხელა შეღავათია, მაგრამ წარმოიდგინე რომ იქ შეიძლება ყველას იმის ფულიც არ აქვს, რომ კერძოდ მოემზადოს, აი ადამიანს გაჭირვებას მიყავს ადამიანი, ხო, ხა დალხენილებიც არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი როგორღაც მასწავლებლის ფულს გადაიხდიან. და ვინც აი თავისით რაღაცა ისწავლა, მაგრამ არ იცის რაღაცა ვერ ალაგებს, აი გრამატიკაში ვერ გარკვეულა, ფრაზები არ შეუძლია რო თქოს, აი მათთვის მისწრებაა და ნუ ვინც სწავლობს, მათთვის ხო ესე მეთოდურად მიყვება ყველაფერს და ძალიან იოლად გაერკვევა. და იცი რას ვამბობ, რომ აი რაც მე მაკლდა ბავშვობაში და რომ მინდოდა, რომ აი რო იყოს ასეთი რა კაი იქნება, აი ზუსტად ისე გავაკეთე, რომ სხვებს აუხდინო ეს ჩემი ბავშვობის ოცნება. კი ბატონო, აუცილებლად უნდა კითხოთ ბიზნეს მხარეზე. თქვენ ახსენეთ, რომ დავიწყე ფიქრი და მათ შორის ეს შემდგომ გახდა ბიზნესიც, შემოსავლის წყარო. რამდენად არის საქართველოში ეს, ასე ვთქვათ, მდგრადი ბიზნესის შემოსავლის რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოს, ხო? და მე მქონდა ჩემი კრიტერიუმი, როგორც გითხარი, არ მინდოდა ოფისში, არ მინდოდა ტელევიზიაში და რა მრჩებოდა. რჩებოდა რაღაცა ჩემი რო გამეკეთებია, ხო? ჩემი რა თქმა უნდა შეიძლება და რაღაცა დამეწყო იქ რაღაცა იყიდე, გაყიდე, რაღაცა კოსმეტიკური ხაზი არა. მე გადავწყვიტე რომ რაც კარგად ვიცოდი, ის მექცია ბიზნესად. ამ ეტაპზე მოთხოვნადია. ჯერჯერობით ან მომავალი სასწავლო წელი სულ შევსებული მაქვს და მომავლისთვის იმის იქით კიდე სია მაქვს. ჯერ მოთხოვნადია. მე რა იქნება საერთოდ ამ სოფლიოში, მე ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. ჯერჯერობით მოთხოვნადია. გეგმებზე უნდა კითხოთ თქვენი საქმიანი ცხოვრების, მათ შორის რადგან ვახსენეთ თქვენი წიგნი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა, ამ მიმართულებით ხო არის გეგმება სიახლეები და ახალი ნაბიჯები? არა, ამ მიმართულებით. ან სახელმძღვანელოების მიმართულებით? კი, აი გეტყვი, ეს ხო გითხარი სრულიად შემთხვევით გამოვეცი და მართალი გითხრა, ჯერ არაფერი იდეა არ მაქვს, რომ რაღაცა გავაგრძელო წერა ან რაღაცა, მაგრამ ამ სახელმძღვანელოების არ იყოს. თუ კარგად გაიყიდა და მომწერენ, რომ ვაიმე გააგრძელე წერა, იქნებ მე რამეზე ვიფიქრო, მაგრამ ამ წუთში მინდა გეგმაში მაქვს რა, რომ აი ამ გრამატიკის სახელმძღვანელოს დავუმატო სავარჯიშოების წიგნიც, მაგრამ ეს არის ბევრად უფრო შრომატევა და ბევრი დრო დამჭირდება, ვიდრე თუნდაც სათითაოდ აღებულ ყველა წიგნზე მუშაობა. ხო და არ ვიცი, შეიძლება დავიწყო ამ აგვისტოს და არ ამგონია რომ ამ ზაფხულს მოვრჩე და მერე გადავიტანო, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში გაჩერებას არ ვაპირებ და აი მინდა რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს სავარჯიშოები. და ტირაჟები რაც თავი ალბათ დაემატება, ხო? რადგან ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა მაღალია. ეს უკვე გამომცემლობის ამბავია, მათ უნდა დათვალონ და კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისე დაიტაცეს, რომ ეხლა უკვე დიდი ტირაჟით უნდა გამოვიდეს წესით, ხო?
ასე რომ ამ ხრივ არ ვაპირებ გაჩერებას. თარგმანი ნაკლებად უკვე. სულ ამბობ რაც მარკესი მომიკუდა თქო ამბობ პირველ პირში. იმის მერე დავკარგე სურვილი თარგმნის თქო და ეს ნახოთ როგორ მიიღებს მკითხველი იმის მიხედვით. ჩემ ციკლს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის BMG TV-ზე თქვენი სტუმრობისთვის წარმატებები და ველოდებით სიახლეებს მოკლედ მადლობა თქვენ გადაცემას და წარმატებებს. მადლობა თეაგვასალია იყო ჩვენთან ერთად